ფეხბურთში არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოთამაშეებს საყვარელ კლუბში გადასვლა ან უბრალოდ ადგილმდებარეობის გამოცვლა სურთ, თუმცა შეთავაზებები მათ მესაკუთრე გუნდებს არ აკმაყოფილებთ. ამ დროს ტრანზიტის სურვილი განსაკუთრებით იზრდება და ზოგჯერ ისე სრულდება, რომ მოთამაშეები საკუთარი ჯიბეებიდან იხდიან თანხას იმისათვის, რომ ახალ კლუბში გადავიდნენ. რეიტინგში სწორედ 5 ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ. მეხუთე ადგილი ფრანც ბეკენბაუერი გადახდილი $350,000 ბაიერნიდან ნიუ-იორკ კოსმოსში. 70-იან წლებში კაიზერ ფრანცმა ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა და 2 ოქროს ბურთი მოიგო. კარიერის პიკზე იმყოფებოდა და ნებისმიერ ევროპულ გრანდში შეეძლო კარიერის გაგრძელება. თუმცა ცხოვრებისეულმა პრობლემებმა თავი იჩინეს. ბეკენბაუერი საბოლოოდ დაუპირისპირდა მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტ ვილჰელმ ნოიდერს. გერმანიის საგადასახადო ორგანოებს შეკითხვები გაუჩნდათ კლუბის ვარსკვლავის მიმართ. მას ბრალად წაუყენეს 1 მილიონ მარკამდე ოდენობის გადასახადების არ გადახდა. ფეხბურთელი იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეყიდა ერთ-ერთი საკუთარი სახლი, რათა ვალი დაეფარა. საბოლოოდ ფრანც პირად ცხოვრებაშიც დაეწყო პრობლემები. მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა იგი ახალგაზრდა საყვარელთან ერთად გამოიჭირეს, ბეკენბაუერის საზოგადოებრივი რეპუტაცია დაინგრა. ამ ყველაფერმა მასზე ძლიერად იმოქმედა, თითქოს გონება ემსხვერპლდა. სწორედ ამ დროს გაუჩნდა იდეა, გარიდებოდა ყველაფერს და გადაეყვია ოკეანეს იქით, სადაც ვითარდებოდა ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის პროექტი, თანამედროვე MLS-ის წინამორბედი. ფრანცმა თავის აგენტს თხოვა დაკავშირებოდა ლიგის ყველაზე ცნობილი კლუბის, ნიუ-იორკ კოსმოსის წარმომადგენლებს, ვინაიდან იქ კარიერის მიწურულს პელეც თამაშობდა. ამერიკელები დაინტერესებულები იყვნენ ახალი მეგავარსკვლავის შეძენით, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ ბაიერნმა ბეკენბაუერისთვის ძალიან დიდი თანხა მოითხოვა, $1,750,000, მაშინ როდესაც კოსმოსის მაქსიმუმი $1,400,000 იყო. მიუნხენში ცხოვრება ფრანც იმდენად მობეზრდა და პრობლემები იმდენად მოაწვა ერთდროულად, რომ უპრობლემოდ დაფარა დარჩენილი $350,000 საკუთარი ჯიბიდან. ბეკენბაუერის ბოლო მატჩი ბუნდესლიგაში შედგა. თამაშის შემდეგ არ ყოფილა საპატიო წრე, არც გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებელი სიტყვა. ფრანცმა უარი თქვა გამოსამშვიდობებელ ვახშამზეც კი, რადგან ჩათვალა, რომ უკვე საკმარისად ჰქონდა დახარჯული, რათა წასულიყო. მეოთხე ადგილი ფილიპე კოუტინიო გადახდილი €10 მილიონი ლივერპულიდან ბარსელონაში. ფილიპე კოუტინიო ყოველთვის ოცნებობდა ბარსელონაში თამაშზე და მზად იყო ამისთვის მართლაც უზარმაზარი თანხა გადაეხადა. ის არ უსმენდა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, რომელიც მუდმივად ეუბნებოდა ბრაზილიელს, რომ მისი ადგილი ლივერპულში იყო და ბარსელონაში მას ან მარცხი, ან უბრალოდ საშუალო კარიერა ელოდა. კოუტინიო მართლაც შეუდარებელი იყო ინგლისის პრემიერ ლიგაში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი ევროპის ტოპ ლიგებში გოლების რაოდენობითა და საგოლე გადაცემებით, მაგრამ მისი ოცნება ყოველთვის იყო ბარსელონა. როგორც კი კატალონიური კლუბის მხრიდან რეალური ინტერესი გაჩნდა, მოთამაშემ გონივრული ფიქრი შეწყვიტა. როცა ლივერპულმა საფხულში პირველი წინადადება უარყო, კოუტინიო ვერ დამშვიდდა. ის ყოველდღეს თხოვდა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ უნდა გაეშვათ. საბჭოს თავმჯდომარე ტომ ვერნერმა აღნიშნა კიდეც, რომ კოუტინიომ კლუბის შიგნით მხარდაჭერა დაკარგა იმის გამო, რომ ასე აშკარად და დაჟინებით ცდილობდა ბარსელონაში გადასვლას. როცა მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ტრანსფერის თანხაზე განსხვავება დაახლოებით 10 მილიონი იყო. კლოპმა მაშინ ხელი ჩაიქნია და თქვა, რომ ბრაზილიელი ყველაფერს გააკეთებდა ბარსელონაში ტრანსფერისთვის. და მართლაც მუნდო დეპორტივოს ინფორმაციით კოუტინიომ ეს სხვაობა საკუთარი ჯიბიდან დაფარა. სოლიდური თანხა დაახლოებით იმდენი, რამდენსაც ლივერპული მისგან მოითხოვდა თუ კონტრაქტს კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებდა. მაგრამ ეს თანხა კოუტინიომ არ იშოვა, არამედ პირიქით დახარჯა, რათა ოცნება აესრულებინა. ერთის მხრივ ფეხბურთელს პატივისცემა ეკუთვნის, მაგრამ მეორეს მხრივ უფრო წარმატებული კარიერის ასაშენებლად სჯობდა ჭკვიანი ხალხისთვის მოესმინა, მაგალითად კლოპისთვის. საბოლოოდ კი იურგენი მართალი აღმოჩნდა. ბარსელონაში კოუტინიო უბრალოდ კიდევ ერთი უბრალო მოთამაშე გახდა. მესამე ადგილი ხავი მარტინესი, $2 მილიონიანი ხელფასი, ატლეტიკ ბილბაოდან ბაიერნში. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულ სეზონებს შორის შესვენების პერიოდში 2012 წელს ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერი შედგა. ბუნდესლიგის 50 წლის განმავლობაში არც ერთ კლუბს არ გადაუხდია €40 მილიონი მოთამაშეში. გერმანელები ზოგადად დაკვირვებული და ფრთხილები არიან ფინანსებში, ამიტომ მიუნხენის ბაიერნის მიერ ატლეტიკ ბილბაოდან ხავი მარტინესის გამოსყიდვა გამონაკლის შემთხვევად ითვლებოდა. ტრანსფერი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. ბილბაოს ხელმძღვანელობა პრინციპულად მოქმედებდა. მაშინდელი 30 მილიონიანი საბაზრო ღირებულებით, რომელიც ნაკლები იყო, კლუბი არ აპირებდა მკვეთრად პროგრესირებული ახალგაზრდა ნახევარმცველის გაყიდვას. მით უმეტეს ბოლო სეზონში მარტინესმა თავი კარგად გაართვა ცენტრალური მცველის პოზიციასაც. ასეთი უნივერსალი ფეხბურთელის გაშვება არავის უნდოდა. კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა თავად ბაიერნი არ იყო მზად ასეთი თანხის გადასახდელად, ვინაიდან ეს არ იყო თავდამსხმელი, არამედ ჩამშლელი ნახევარმცველი. ამიტომ ინიციატივა თავად მარტინესმა გამოიჩინა. ის დათანხმდა გაცილებით დაბალ ხელფასზე. მისთვის სრულიად საკმარისი იყო შედარებით
მოკრძალებული 2 მილიონიანი ხელფასი აიღო, რამაც თავის მხრივ მიუნხენელებს მისცა საშუალება ტრანსფერი მაინც განეხორციელებინათ. ხელფასის შემცირების ფაქტი დადასტურდა თავად ბაიერნის პრეზიდენტის კარლ-ჰაინც რუმენიგესგან. მან აღნიშნა, რომ დიდი თანხა გადაიხადეს ფეხბურთელის ტრანსფერში, მაგრამ თავად მოთამაშემაც დიდი წვლილი შეიტანა ტრანსფერში, კერძოდ უარი თქვა მაღალი ხელფასის მოთხოვნაზე. მარტინესმა მიუნხენურ კლუბში 9 სეზონი გაატარა და ამ პერიოდში 20-ზე მეტი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგაც. ასეთ კარიერაზე წასვლად ნამდვილად ღირდა შედარებით დაბალი ხელფასის დათმობა, თანაც როგორც ცნობილია, ამ წლების განმავლობაში კონტრაქტი რამდენჯერმე გააუმჯობესეს, ამიტომ მარტინესმა საკმარისი თანხა მაინც იშოვა. მეორე ადგილი ტიაგო ალკანტარა, გადახდილი 2 მილიონი ევრო, ბარსელონადან ბაიერნში. ბარსელონაში ის არასდროს ყოფილა საკვანძო მოთამაშე, თუნდაც მაშინ, როდესაც საკმაოდ სათამაშო დრო მიიღო უკანასკნელ 2 სეზონში. ძნელი იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხავის ინიესტას და ბუსკეტსის ჩრდილიდან გამოსვლა. თუმცა, როდესაც გვარდიოლამ დატოვა ბარსელონა და ჩაიბარა მიუნხენის ბაიერნი, გადაწყვიტა გერმანულ კლუბში გადაეყვანა ალკანტარაც, რომელშიც დიდ პოტენციალს ხედავდა. ალკანტარა მზად იყო პირველივე რეისით გაფრენილიყო მიუნხენში, მაგრამ წარმოიშვა პრობლემები. იმ დროისთვის ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი საკმაოდ ძვირად 46 მილიონად ფასობდა, ხოლო ფრთხილი და ეკონომიური გერმანული კლუბი, როგორც სხვა გერმანული გუნდები, მზად იყო მხოლოდ შეზღუდული ბიუჯეტით 20 მილიონით ემოქმედა. ბარსელონას არ უნდოდა ხელი შეეშალა თავისი ყოფილი წარმატებული მწვრთნელისთვის და ფეხბურთელზე უფრო მოკრძალებული ფასი 22 მილიონი დაასახელა. მაგრამ ამ ფასზე კიდევ დამატებით დაკლება უკვე მეტისმეტად გულუხვი ჟესტი იქნებოდა. ამიტომ მოლაპარაკებები შეჩერდა, სანამ ეს განსხვავება თავად ტიაგომ არ დაფარა და გადაიხადა 2 მილიონი ევრო. გვარდიოლასთან თანამშრომლობის გაგრძელება მას პროგრესისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას აძლევდა. მართლაც, ბაიერნში გვარდიოლას ხელმძღვანელობით ალკანტარამ განვითარება განაგრძო, ხოლო ანჩელოტის პერიოდში, რომელმაც პეპი შეცვალა, კარიერის პიკს მიაღწია. მიუნხენში ის იქცა სრულყოფილ ნახევარმცველად. ის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანეს. 2020 წელს, როცა ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ტიაგო ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა გუნდშიც მოხვდა. საერთო ჯამში კი მიუნხენში 15 ტიტული მოიგო. პირველი ადგილი სესკ ფაბრეგასი, გადახდილი 5 მილიონი ევრო, არსენალიდან ბარსელონაში. არსენალში ესპანელს ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა. ის წამყვანი ფეხბურთელი გახდა თითქმის თინეიჯერობიდანვე. სესკი არაერთხელ დასახელდა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ, შედიოდა პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში, ასევე ევროპის სპორტული მედიისა და უეფას ვერსიით. თუმცა ყველა მიცოდა, რომ წარსულში ბარსელონას აკადემიის აღზრდილი იყო და მიუხედავად წარმატებისა ლონდონში, მას შინ დაბრუნების დაუმთავრებელი სურვილი დარჩა, რადგან სურდა დაემტკიცებინა, რომ პირველ გუნდში თამაშს იმსახურებდა. მისი დაბრუნება ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და გაწელილ სატრანსფერო ისტორიად იქცა იმ პერიოდში. სესკმა პირველად საჯაროდ გამოთქვა დაბრუნების სურვილი 2009 წლის სეზონის დასრულებისას. მაშინ არსენალის ხელმძღვანელობამ დაითანხმა, რომ ცოტა მოეთმინა. მეთოფეების მწვრთნელმა ვენგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სესკს დიდი პატივისცემა ჰქონდა არსენალის მიმართ, მაგრამ სურვილი ბარსელონაში თავისი დამკვიდრების იყო ძალიან ძლიერი. კიდევ ერთი წელი გაგრძელდა მოლაპარაკებები კლუბებსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ სტატისტიკას, რომელიც აჩვენებდა, რომ სესკი არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ მოთამაშეებს, ვის გვერდითაც უნდა ეთამაშა ბარსელონაში. იმ წლებში, რაც ბლაუგრანაში დაბრუნების აქტიურ მოლაპარაკებებამდე უძღოდა, სესკმა არსენალში ასობით საგოლე მომენტი შექმნა. თითქოს მართლაც იყო შექმნილი კატალონიური სტილის ფეხბურთისთვის და საბოლოოდ თავის მიზანს მიაღწია. ზაფხულში, როდესაც კატალონიურმა კლუბმა სურვილი გამოთქვა ფაბრეგასის დაბრუნებაზე, მზად იყო გადაეხადა მისთვის 29 მილიონი, თუმცა არსენალი 33-ს ითხოვდა. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამ ბის გაგების შემდეგ თავად სესკმა დაფარა 5 მილიონიანი სხვაობა. შეეძლო იოლად ემიგრაცია სხვა ძლიერ ჩემპიონატში, ეშოვა კიდევ უფრო დიდი ფულით, მაგრამ მისი ერთადერთი მიზანი ბარსელონაში დაბრუნება იყო. და ეს მიზანი ნამდვილად ამართლებდა ყველაფერს. ფაბრეგას საკუთარი თავდადება და ფინანსური მსხვერპლი სრულად აუნაზღაურდა. კატალონიაში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი ლა ლიგაში. მოიგო 6 ტიტული და დაიბრუნა ადგილი ესპანეთის ნაკრებში. და რაც მთავარია, არსენალის გულშემატკივრებიც არ განაწყენდნენ. დიახ, ის წავიდა, მაგრამ ეს იყო პრინციპული ნაბიჯი. ბიჭს სურდა დაბრუნებულიყო მშობლიურ კლუბში, სადაც ოდესღაც სათანადოდ არ დააფასეს და მიზეზი არ ყოფილა ფული, რაც დღევანდელ რეალობაში მართლაც დასაფასებელი საქციელია.